მერის პრესსამსახური ადასტურებს, რომ კალაძე აბუ-დაბიში ჩარჩა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჯერჯერობით გამოფრენას ვერ ახერხებს, ამბობენ მერიაში. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბადების დღის აღსანიშნად სულთან და თანმხლებ პირებთან ერთად გაერთიანებულ საამიროებში წასული კალაძე ფრენების გაუქმების გამო უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა. ამერიკისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო იერიში ახალ მასშტაბებს იძენს. კონფლიქტში ჰეზბოლა ჩაერთო და ისრაელს რაკეტებითა და დრონებით შეუტია. ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა შიიტურმა დაჯგუფებამ ამას შურისძიება უწოდა ხამენეის მკვლელობისთვის. საპასუხოდ ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანში ჰეზბოლას პოზიციებს დაარტყეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით ლიკვიდირებულია ჰეზბოლას საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელი მუჰამედ რაადი და სხვა ლიდერებიც. ისრაელი აცხადებს, რომ შეტევითი კამპანია სავარაუდოდ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ჩვენ გაერთიანებულები ვართ ჩვენი მოქალაქეების სუვერენიტეტისა და ტერიტორიის დასაცავად დავადასტურებთ ჩვენს თავდაცვის უფლებას ამ თავდასხმების წინაშე. ამერიკა და სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანის მიერ რეგიონში განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს გმობენ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელ ოლექსანდრიუკას მიმართულებით ოკუპანტების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს. ოპერაციის დროს მტრის ცოცხალი ძალა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული საბრძოლო მასალის საწყობები განადგურდა.